ივანიშვილის შეცდომები აქციიდან აქციებამდე. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება სოსო ვახტანგაშვილი. მას ვახტანგას ეძახიან ესე მითხრეს, ისე სოსო უფრო მეტმა იცის. მას ხან დეპუტატთა სახელები და გვარები ერევა, ხანაც თარიღები და წელიწადის დრო. ივანიშვილის ტრიბუნის ორივე მხარეს დამონტაჟებული სუფლიორიც ვერშველის. გურიაში მილიარდელმა იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ქუთაისსა და დედაქალაქში. ამ მომრჩეველს მიმართვის დროს ხშირად აბნევს. ამბობს ერთს და გულისხმობს მეორეს. ხაშურში პროკურორმა ვალერი გელბახიანი, ცნობილი ბიზნესმენი. ხაშური გელბახიანი გახლავთ საჩხერელი კაცი თუ ახლავთ და აი როგორ ამერია მაინც საჩხერი რას მიშვება. ვალერი გელაშვილი გახლავთ და არაფერ შუაში არ არის გელბახიანი. რუსეთში გამდიდრებულ მილიარდელს სახელების და კოალიციის დეპუტატობის კანდიდატების გარდა რეგიონების დასახელებაც ხშირად ეშლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგეხადოთ წმინდა გურულებო და გამარჯვებით ის მოემზადეთ. გემშვიდობებით და შემდეგი ჩვენი შეხვედრა იქნება სამხრეთიანეთში. სამხრეთიანეთი გველოდება 1 ივლისისათვის. სამხრეთიანეთში. დიდი ილიას სიტყვები ლექსად სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. სანამ წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა მოსახლეობისთვის ჭუის დარიგებას, ტელეეთერიდან ციტატებით და ლექსებით ცდილობდა. თუმცა მრავალ მხრივ განათლებულ ოლიგარქს პოეტები მწერლებში და კომპოზიტორებში ხშირად ერეოდა. მის მიერ ნათქვამი ბევრი სიტყვის მნიშვნელობა უცნობია. ეს არც ლიტერატურული ქართულია და არც სასაუბრო. თვითონ მეფენიც უძლევენ რომელთ უმაღლეს არც ღარის დაწინაში არც აღუდგეს აი ამაზე მინდა მიგეყანოთ რაც ყველაზე კარგად ვიცით ზოგი მჭადის სახელი და იცდება თვითონ მეფენიც უმაღლეს შფოთვენ დაიტყვენ აი ეს მინდა და მომეტანა შფოთვენ დაიტყვენ როდის იქნება რომელს მიწასაც ჩვენი იყოს და აღეძვიან იმამითისთვის ასდროს უთვა თვითონ შფოთვენ და დუიან და გავიხსენო დიდი ილიას სიტყვები რომელიც ძალიან მოთხოვნი იყო ქართველებისადმი და მე მგონი ძირითადად ინტელიგენციას გულისხმობდა რომ საკმაო არ არის რომ კაცი მეცნიერი იყოს ამასთანავე იგი დიდი კაციც ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს არა სწორი კაციც უნდა იყოს მოდამ ვაცხადებდი რომ არასდროს არ მოვალ პოლიტიკაში მიუხედავად ამისა მე კარგად გავერკვი ეს რუსულად მოაზროვნე ოლიგარქის პირველი პოლიტიკური და გრამატიკული შეცდომაა. აღელვებული ოლიგარქის სათქმელს გამართულად ვერ გადმოსცემს. ხშირად ნათქვამის გამოსწორება უწევს, თუმცა მაშინაც იბნევა. შეცდომა პირველი. მიმართავ სასამართლოს ილუზია არ მაქვს ჩვენი სასამართლოს მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა. შეცდომა მეორე. არჩევნებს რომლებსაც ისინი აპირებენ ამ გზით ჩემი გათიშვის გზით ჩაატარონ და რომ მივიდნენ თქვა თეორიულად დაუშვათ. შეცდომა მესამე. მე იძულებული ვიქნები მასთან დავждე მაგიდაზე დიდი ალბათობით მე გეთანხმებით რომ ეს იქნება პუტინი თქვა და ჩემს საკუთარ ტერმინებს ვიხმარა ხო ძალიან ხშირად ამბობს გუშინ საჯარო პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რომ გავაკეთოთ რეაქცია ეს ილუზიაც უნდა დაიგარდნე გაჩვენებთ სახელმწიფო სტრუქტურებს საკანონმდებლო თუ საშემსრულებლოს რომ შემოიტანეს ფიზიკურმა პირებმა შემონაწირი პარტიაში და მე შეჯამებას ვაპირ ცოდნის და ნავიზნის გაუსწორებელი ხასიათი და აი კონტრილეთი ეს აქვს არა ეს კითხვები აქვს მათ გოკაშვილებს იცით რას გეტყვით დაანებეთ ამ თემას თარ ეს თემა არის თითიდან გამოწუწნული თან გავაიგიანებს და პირობითად ნახნახევარი ამის მიხედვით საერთოდ არის ზოგადი მცენარეები ეს თვითონ მეფენის უმაღლეს პედოფილია კარგი და არაკარგი ცუდი და კარგი ნიჭიერი და არანიჭიერი
ბოლო 3 დღის განმავლობაში 3-ჯერ ვერც ინტერვიუ ერთ-ერთზე. მიუხედავად ამისა, მე კარგად გავერკვი შეშინებები, და როცა გინდათ თქვენ გაახმიანოთ ის რაც მე ვთქვი, და არავინ მაგას აღარ ჭამს. ეს ავღანისტანში და ირაკში მოიხსენება. ესმის გენოციდიდან ოკუპირებული ესეთი რამს თქვა ბატონო ელიან. ეკას შემთხვევაში ისინი იძულებული გახდნენ სამართლებრივ მიზეზზე შემოსულიყვნენ. ეს იყო შიშის მიერ გამოწვეული, სააკაშვილის შიშზე დაფუძნებული მხოლოდ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, რომელიც ეფუძნებოდა ერთი ადამიანის მხოლოდ შიშზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. უჭირს გულსაც და უჭირს სხვაგანოებსაც. ასეთი იყო ამ კვირის მთავარი თემა ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს კვლავ ITV-ს ეთერში. ზუსტად 7 საათზე კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით შევხვდებით. მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვთ დასასრული. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს მხოლოდ ITV-ს ეთერში ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგუყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად გვქნით რეალობას.